სამ გამოვიდოდი, ბევრს ვფიქრობდი თუ რა შეიძლებოდა მელაპარაკა მედიაზე, მაგრამ შემდეგ მივხვდი უბრალოდ საკუთარი აზრების, შეხედულებების, განცდების და გამოცდილების გაზიარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნოთ თითოეულმა ჩვენგანმა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს დღეს ქართული მედია, ქართულ საზოგადოებაში. წლების წინ ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა, რომ საქართველოს თვითმიზანი და ადგილი არის ევროკავშირში. ევროკავშირი ამ შემთხვევაში იგულისხმება არა როგორც კონკრეტული სახელმწიფოების გაერთიანება, არამედ თავისუფალი და ღირსეული ღირებულებების გაერთიანება, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და თითოეული ადამიანი თავს გრძნობს როგორც მოქალაქედ და სწორედ ასეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიას. დღეს რატომ არის ეს მდგომარეობა საქართველოში? იმიტომ რომ გვაქვს ავტორიტარული სახელმწიფო, რომელსაც სურს რომ აკონტროლოს ყველაფერი და გვაქციოს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ. იქ სადაც ყველა აზრი ემსახურება და ემორჩილება სახელმწიფოს. თავისუფალი მედია საჭიროა იმისთვის, რომ დასვას კითხვები და პასუხად მხოლოდ საჭირო არ არის, პასუხი არის აუცილებელი, რომ გაეცეს ყველაფერს იმ კითხვებს, რომელსაც სვამს მედია, იმ კითხვებს, რომელსაც სვამს სამოქალაქო საზოგადოება და იმ კითხვებს, რომელსაც სვამს თითოეული ჩვენგანი. დღეს ქართულ რეალობაში გვაქვს პოლარიზებული მედია, თითქოს ორი მხარეა. ერთ მხარეს არის ხელისუფლებაზე მომუშავე მედიები, ხოლო მეორე მხარეს მედიები, რომლებიც სვამენ კითხვებს. მართალია ჩვენ ხშირად საუბრობთ, რომ ქართული მედია კრიზისშია, მას პრობლემები აქვს, ვერ გამოიყურება იდეალურად, მაგრამ ეს ნორმალურია, იმიტომ რომ არადემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ხდება, მაგრამ წარმოვიდგინოთ, დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ დღეს საქართველოში არის მხოლოდ იმედი, პოზიტივი და რუსთავი 2. რა ეშველება თითოეულ ჩვენგანს? ის რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ტყუილებში, ვიცხოვრებთ მხოლოდ პროპაგანდის გავლენებში და ვერ მივხვდებით ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები სად იხარჯება, სად მიდის. დემოკრატია მხოლოდ მართვის პროცესში, საზოგადოების აქტიური და მაღალი ჩართულობა არ არის. ეს არის მაღალი კონტროლი თუ სად და როგორ იხარჯება ჩვენი თანხები. დღეს მედიის დამსახურებაა სწორედ ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მეტად ვიცით ჩვენი უფლება. დღეს მედიის დამსახურებაა ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თამამად ვერ ყულებენ და ვერ ჭამენ ჩვენს ფულს ისე როგორც მათ სურთ. დღეს მედიის დამსახურებაა ის, რომ როცა გვიჭირს ჩვენი ხმა სადღაც ისმის, სადღაც ვრცელდება და თუნდაც მე როგორც სტუდენტს და ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ვცხოვრობდი 17 წლის განმავლობაში, პროპაგანდა მოქმედებდა ჩემზეც. იქ ყოველთვის ისმოდა, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის და პოლიტიკოსები მაინც ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც მათ უნდათ. და სადღაც ამაზრის გავლენებში არ მოგატყუებთ და 50-50-ზე მართლა ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის მიმართ ინტერესი მქონდა, სანამ ქალაქში არ ჩამოვედი და უფრო მეტი ინფორმაცია არ მივიღე, საკუთარ თავზე არ ვიგრძენი ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება და ამაში დამეხმარა სწორედ მედია. როგორ? ხელვაჩაურიდან უნივერსიტეტში მისასვლელად რომ 1 საათზე მეტი მჭირდებოდა, გადათხრილი გზები რომ წლები არ კეთდებოდა, თავიდან თუ სოფელში მცხოვრებ მეგონა რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, ინფორმირებულმა უკვე გავიგე რომ ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ფულები მიიტაცოს, გაიჯიბოს და შემდეგ პოლიტიკიდან როცა წავლენ, თამამად თქვა რომ მე ოჯახს უნდა მივხედო და ოჯახის წევრების მეტი სადარდებელი არ მაქვს. ეს იმიტომ რომ უკვე ჩვენი ფულით გამდიდრდნენ. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, სწორედ მედიისგან გავიგე ჩემ მიერ გადახდილი გადასახადით კანცლერი როგორ აფინანსებდა საკუთარ თავს
ყიდულობდა მანქანას და გაფუჭებულ ნაწილი შეიძინა მანქანაზე მეტი ღირებულების ასე ვთქვათ თანხით. ამაში სწორედ ბათუმელები დამეხმარა და სხვა მედიები, რომლებიც ამ შემთხვევაში აჭარაში ავრცელებენ ინფორმაციას და როცა ჩვენ საუბრობთ, რომ რატომ არის საჭირო მედია, მედია მხოლოდ ინფორმაციის გასავრცელებლად არ არის საჭირო. მედია შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, სიმართლის გავრცელება და მედია შეუძლია ნეიტრალური ან პასიური მოქალაქე გახადოს აქტიური მოქალაქე, გახადოს მოქალაქე, რომელიც დაინტერესდება საკუთარი ბედით, როცა ეცოდინება, რომ ადამიანები იმისთვის მართავენ, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას გულისხმობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ და ვეღარ მოგვატყუებენ, რომ თითქოს ეს არის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ასე შემდეგ. და რომელ ხელისუფლებასაც არ მოსწონს თავისუფალი მედია, არ მოსწონს, იმიტომ რომ თავისუფალ მედიას შეუძლია კითხვები დასვას. თავისუფალ მედიას შეუძლია გამოავლინოს ის დანაშაულებები, რომლებსაც ხელისუფლება მალავს და თავისუფალ მედიას შეუძლია აქციოს სახელმწიფო დამოუკიდებელ და მართლა განვითარებულ სახელმწიფო და თავისუფალ მედიას შეუძლია აქციოს ადამიანი მოქალაქედ. მადლობა.